ფრენბურგში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩები დაიწყო 18 წლამდე გოგონათა შორის. რუსთავის სპორტის სასახლეში საქართველოს-ავსტრიის ეროვნული ნაკრებების მატჩის დაწყებამდე ნინო ლაცაბიძემ რუსთავის დელეგაცითან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ მატჩს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ლაშა ბექაურიც დაესწრო. საქართველოსა და ავსტრიის გუნდების შეხვედრა ანგარიშით 1-3 დასრულდა. გოგონათა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანელ და ფრენბურთელებს 28-29 მარტს დაუპირისპირდება. ყველა მატჩი რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართება და დასწრება თავისუფალია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ესეთი მაღალი დონის სპორტული ღონისძიება ჩვენს ქალაქში. ამის შესაძლებლობა ახალმა სპორტულმა ინფრასტრუქტურამ მოგცა, უკვე მეორე წელია ფრენბურგს მოასპინძლობ ჩვენი ქალაქი და ის პროექტები, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დასტური, რომ ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების კურსი, რაც დაკავშირებული არის, სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციასთან არის აბსოლუტურად სწორი. ეს არ არის პირველი ტურნირი, რომელსაც რუსთავი მასპინძლობს. ძალიან კარგად სპორტული გარემოა, ყველა მაყოფილია, როგორც უცხოელი კომისარები, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო მეგობრები.